არ დადეგებზე დავალებებს არ უნდა გვაძლევდნენ. მოდით ვიდებატოთ. ანასტასია კრისტის წინააღმდეგ. ვნახოთ, ვინ გაიმარჯვებს დღევანდელ დებატებში. გთხოვთ გვაჩვენოთ რა პოზიცია ამოგივათ. არ ვეთანხმებით. არგუმენტების მოსაფიქრებლად 2 წუთი გაქვთ. მე დაგტოვებთ. პირველი რაუნდი. მოვისმინოთ კრისტის არგუმენტი. კრისტი, შენ ამისთვის მხოლოდ 15 წამი გაქვთ. სამთვეში ბუნებრივია დაგავიწყდეს მთელი წლის მასალა და ტვინი გაზარმაცდეს. ამიტომ აუცილებელია, რომ ზაფხულშიც დავკავდეთ კითხვიდან ისეთი აქტივობებით, რომლისთვისაც დრო უბრალოდ სკოლის პერიოდში არ გვქონდა. ახლა ანასტასიას კონტრარგუმენტის ჯერია. ანასტასია, შენ ამისთვის 14 წამი გაქვთ. მოსწავლემ მსგავსი აქტივობით უნდა დაკავდეს იმის მიხედვით, თუ რამდენი დრო აქვს თვითონ. ხშირად მასწავლებლები ყველას ერთნაირ დავალებებს აძლევენ, რაც უსამართლობაა, რადგან ზოგი მოსწავლე ბევრად უფრო დაკავებულია სხვა საქმეებით ზაფხულშიც. მეორე რაუნდი. მოვისმინოთ ანასტასიას არგუმენტი. ანასტასია, შენ ამისთვის 15 წამი გაქვთ. ზაფხულის არდადეგები იმისთვისაა, რომ ჩვენმა ტვინმა ზედმეტი შრომისგან დაისვენოს. ამ დროს მეცადინეობა სრული სამებრ უნდა იყოს. ყველას არ აქვს ერთნაირი შესაძლებლობები. ზოგს მეტი დასვენება სჭირდება, ზოგს კი ნაკლები. ახლა კრისტის კონტრარგუმენტის ჯერია. კრისტი, შენ ამისთვის 14 წამი გაქვს. საქმე ზუსტად მაგაშია. ტვინი კი არ ისვენებს, ზარმაცდება. თან დღეში მხოლოდ 1 საათის გამონახვა ჩვენი თვითგანვითარებისთვის სულაც არ არის ზედმეტი. ასე რაც თავარია, ტვინი არ გაზარმაცდება და დასვენებასაც მოახერხებს. შენ უკვე ორივე მოდებატის არგუმენტები მოისმინე. გამარჯვებული შენ უნდა გამოავლინო. ეკრანზე მონიშნე იმ მოდებატის სახელი, რომელმაც შენი აზრით გაიმარჯვა.